პროტესტის 42-მე დღეს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთან კვლავ შეიკრიბნენ აქციის მონაწილეები. მათ მთავარი ორი მოთხოვნა აქვთ. ერთი არის მათი თქმით უკანონოდ დაკავებული პატიმრების განთავისუფლება და ასევე ახალი საპარლამენტო არჩევნები. აქ შეკრებილი მოქალაქეები ამბობენ, რომ მათი ნება 28 ოქტომბრის არჩევნებზე არასახულა არჩევნების შედეგებში და მას შემდეგ რაც ირაკლი ყობახიძემ გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებები ჩერდებოდა, მათთვის ცხადი გახდა, რომ ქართულმა ოცნებამ ქვეყნის საგარეო კურსი შეცვალა და ისინი თვლიან, რომ ქვეყანა რუსეთს სულ უფრო და უფრო უახლოვდება, ხოლო დასავლეთს, ევროპასა და ევროკავშირს სულ უფრო და უფრო შორდება. აქ შეკრებილი მოქალაქეები მოსულები არიან ტრადიციულად საქართველოს დროშებით, ევროკავშირის დროშებით, საყვირებით და სხვადასხვა ბანერებით. აქ შეხვდებით თითქმის ყველა თაობის წარმომადგენელს, აქ არიან ახალგაზრდები, რომლებიც არიან მოსულები თავგენ მშობლებთან, ბებიებთან და ბაბუებთან ერთად. მოკლედ რომ ვთქვათ, აქ შეკრებილი მოქალაქეები ერთი მიზნის გარშემო არიან გაერთიანებული და მათი მთავარი მოთხოვნა და სურვილი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრება არის. ჩვენთან მედიასთან საუბრისას ისინი ხაზს უსვამდნენ იმას, რომ ისინი აქ აპროტესტებენ უკვე 42 დღე არის ქართული ოცნების სხვადასხვა გადაწყვეტილება, სხვადასხვა კანონს და ასევე მათი მთავარი მიზანი ის არის, რომ მათივე თქმით პოლიტპატიმრები განთავისუფლდნენ ციხეებიდან და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, რომელშიც მათი ნება და მათი სურვილი იქნება გამოხატული. თქვენ ახლა შეგიძლიათ, რომ პირდაპირ ეთერში სწორედ მათი კომენტარები მოისმინოთ. ჩვენ აქ ხალხი პირველი დღიდან დგავართ დაუღალავად და მიზანი ის არის, რომ ეს არალეგიტიმური ხელისუფლება როგორმე შეიცვალოს და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები. ის, რასაც ქუჩაში ვხედავთ, იმდენად მიუღებელია და კონსტიტუციის ჩარჩოები და იმდენად გასულია ხელისუფლება, რომ ჩვენ აღარ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, ეს არის უსამართლო ქვეყანა და ამაში ცხოვრება შეუძლებელია. ამიტომ ეს არის ბრძოლას მოქალაქეების ხმა, რომ შეიცვალოს არსებული გარემოება. მე ვიყავი 10 წელი ემიგრანტი, აგვისტოს ბოლოს ჩამოვედი და თვითმფრინავში ჩემი ჩაჯდომის წინ პირველი ეგ ვიფიქრე, რომ რა კაი არჩევნების დღეს მომიწევს საქართველოში ყოფნა და რაღაცა შევცვლი ჩემი ქვეყნისთვის სასიკეთოდ უკეთესობისკენ, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი არჩევანი გააყალბეს. ამიტომ ეს ჩემი მოქალაქეობრივი ვალია, აქ უნდა ვიდგე, სანამ არ შეიცვლება რამე ქვეყნისათვის. გვინდა ევროპაში შესვლა, გვინდა ჩვენ შვილება და შვილიშვილებმა რომ ევროპაში იცხოვრონ. ძალიან ავთხოვ, რომ ნურც ჩვენ გვაწვალებენ და ნურც თავიანთ თავს აწვალებენ ჩვენი მთავრობა. როცა საჭირო იყო ავირჩიეთ შვილო, ნამდვილად არჩევანი მქონდა და ხმაც მივეცი, მაგრამ ეხლა ხმები გავგიყალბეს და მინდა რომ ჩემი ხმა დავიბრუნო და მთავრობა შეიცვალოს. კარგი პენსია მქონდეს და კარგი მომავალი და ჩემმა შვილებმა იცხოვრონ კარგ ქვეყანაში. გამოუშვან ჩვენი პატიმრები, დაკავებულები რო ყავთ. და რა დღეს ჩაყარეს და როგორ ასცემეს ისა ქართველები არ არიან შვილო, სირცხვილია უბრალოდ. საქართველოს დამოუკიდებელი ისტორიაში არ ახსოვს, რომ 42 დღე ხალხი გამოსული იყოს რუსთაველზე აპროტესტებდეს და არც ის არ ახსოვს, რომ სახელმწიფოს არ მოესწროს თავისი მოქალაქეებისთვის. მართალია ჩვენი სახელმწიფო არ არის, არალეგიტიმური მთავრობა არის, მაგრამ არ ვიცი, 42 დღე ხალხი რო გამოდის და არ უსმენ და არაფერს აგდებ, ეს არის უკვე იმის ნიშანი, რომ უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები. აქ რამდენიმე მოთხოვნა აქვთ, როგორც უკვე მოისმინეთ აქციის მონაწილეებს. მე ახლა ვეცდები, რომ გაჩვენოთ აქ სიტუაცია როგორი არის. საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს წინ, ნაძვისის წინ არიან შეკრებილი მოქალაქეები, თან აქვს მოტანილი, როგორც უკვე ვთქვი, საქართველოს დროშები, ევროკავშირის დროშების საყვირები და სასტონები. ისინი აქ მოსულები არიან მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან, ახლობლებთან ერთად და ხანდახან ზოგიერთი აქციის მონაწილე მარტოც არის მოსული. მოკლედ ესე მიმდინარეობს აქციის 42 დღე. საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილი არიან აქციის მონაწილეები, რომლებსაც ორი მთავარი მოთხოვნა აქვთ. ერთი უკანონო პატიმრების გათავისუფლება, როგორც თავად ამბობენ და ასევე ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა.